ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სამშენებლო მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი. ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთლიანად კონკრეტულად პასუხ, ამაზე მეტი კონკრეტულად რა გიპასუხო, რომ შენ დამშვიდი. დაგიმშვიდი? ხო, შენ დამშვიდი, კი, დამშვიდი. დამშვიდით. ეხლა მნიშვნელოვანია რომ დამშვიდეთ ყველა და თქვენ კიდევ ერთხელ კი, რა თქმა უნდა, დამშვიდეთ. ეხლა უნდა თქვენც უნდა დამშვიდეთ მათ შორის თქვენც უნდა დამშვიდეთ, იმიტომ რომ დღეს ეხლა აქ ისეთი ფონია და თქვენ ხედავთ მათ შორის განსაკუთრებულად თქვენი პრესის წარმომადგენლებიდან განსაკუთრებულად დამშვიდეთ. ყველა დამშვიდეთ. მი შეხვალ ტრაქტორები რატომ მუშაობს შენებლობა რომ მიმდინარეობს? წინა სამშენებლო სამუშაოები. წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, დასრულდა ტენდერი, მიმდინარეობს წინა სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. იმიტომ მუშაობს ტრაქტორები, იმიტომ მუშაობენ, გიხსნით ხო? ეხლა რომ დაიღუპო ბავშვები, მაშინ შემოვარტყეს ლენტი. მანამდე სად იყო იმ ხელა ორმორო იყო იქ? მანამდე სად იყო ლენტი? აი იმ ხელა ორმორო იყო. ერთი თამბი ლენტი მან. ეს ლენტი არ არის გეუბნებით ახლა. ხო და ორი ბავშვი რომ დაიღუპა, თქვენ უნდა იცოდეთ ზუსტად. თქვენ უნდა იცოდეთ უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთხელ გეუბნებით. მთლიანად ეს სადაც ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია. ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ სპეკულაციები ახლა რასაც თქვენ ცდილობთ. თქვენ რასაც ცდილობთ. ჩვენ ცდილობთ კიდევ სპეკულაცია ეს. უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთხელ გეუბნებით. შენებლობა ჯერ არ არის დაწყებული, მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა უნდა გაიგოს. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ვიდრე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე და ამის მოსწორებითი მოსამზადებელი არა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და სპეკულირებთ ახლა თქვენ არასწორად. აი ზუსტად მაგისთვის რომ დასრულდა ტენდერი, ვიწყებ სამშენებლო სამუშაოებს და სანამ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებ, მანამდე ხდება მოსამზადებელი სამუშაოები. ჯაბა ფუტკარაძეს უსმენდით თქვენ მთავარის პირდაპირ ეთერში, რომელიც მოსახლეობას უხსნის, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი.